მოდი ვნახოთ აბა კარგი ინფორმაცია მინდა დავაფიქსირო და ვნახოთ აბა ჩაიფიქრეთ თქვენი საქმე რა როგორ იქნება გამოვა არ გამოვა გიშლით რამეს ხელს თუ არა თქვენ აქ რომ ეს საკითხები მოაგვაროთ, რაც გინდათ წარმატება არის თუ რაც არის, ნახეთ. უპირველესად გჭირდებათ გეგმა. ეს ახალი გეგმა არის. ეს უნდა შეძლოთ, მოდი ასე ვთქვათ, აი თუნდაც ეხლა ამ ვიდეოს მოსმენის შემდეგ, სადაც ხართ, მოდი ეს ყველაფერი ასე დავტოვოთ და დავიწყო რაღაცა ახალი გეგმა შევიმუშაო. ის თქვენ რა გეგმითაც მიყვებით არ მუშაობს. ან უბრალოდ გჭირდებათ ბევრი ფიქრი, ბევრი ბრძოლა, ბევრი რაღაცა, ასეთი მაგ ჩაკეტილი არის თქვენი ნაყოფიერება ან წარმატება, არა და კარებზეა თითქოს. ეს თქვენ გეკუთვნით, რა საინტერესოა, რა ხდება, აქ მე წარმატება მინდოდა და რაღაცასთან მასიური გაფრთხილება ფიქსირდება აშკარად, ხო? რაღაც ამ დაგვარით ქონდა თითქოს ნეგატივზე გადავიდა გაშლა, რომ დავიწყე წარმატებაზე. ესე იგი გამოდის, რომ თქვენი წარმატება აქ წინსვლა რაც არის ნებისმიერი, ნახეთ, აქ მე არ გულისხმობ ხალხო, მანდა მაინც ეხლა თქვენ იყოთ რაღაცა ისეთი ისინი ჯილდოების და რეგალიების მფლობელები იყოთ, ხო? ამას კი არ გულისხმობ მე. ვის რა ეჩვენება მოდი წარმატება. ზოგიერთი ისეთი ტიპაჟია, პირს რო დაიბანო და სუფთა ტანსაცმელს ჩაიცმევ, ესეც თვალში ხვდება. გადაირევა, ხო? ხო და აქ მე არ საუბრობ მანდა მაინც რაღაცა დიდ მიღწევებზე. ვიღაცას მართლა გეკნებათ ეს მიღწევები, ვიღაცა უბრალოდ შეიძლება მოწესრიგებული ხართ, ზემოწესრიგებული. ხო? აი თითქოს მე მაინც აქ მიფიქსირდება, რომ მეტი ნაყოფიერებაში ან მეტი წარმატებული უნდა იყოთ, მაგრამ ეს ყველაფერი, ასე ვთქვათ, თითქოს ჩაკეტეს. აქ არის ჩაკეტვა. გაუთვალისწინებელი მოვლენები ხდება თქვენს ცხოვრებაში. კარგით. მე მაინტერესებს, ვინ ჩაკეტა ეს რამ ჩაკეტა, მოდი აქ რა ხდება. ვინ? ხო. ვინ? ნახეთ როგორ არის თქვენ აქცენტი გადაგაქვთ სხვა რაღაცაზე ან სხვა ვინმეზე ადამიანზე. ადამიანი, რომელზეც თქვენ გეფიქრებათ, ეს არ არის ეს ადამიანი. თქვენ თუ ფიქრობთ, რომ აი ამან კონკრეტულად, ახლა ვიღაცა გაგაფიქრდა თუ ეჭველი, ხო? ეს არ არის ეს ადამიანი. ეს არის სხვა. ვიღაცასთან მამაკაცი იქნება აშკარად, თან შესაძლებელია ესეთი ენერგიის ქალბატონი. ყოველ შემთხვევაში ეს ის ადამიანი არ არის, ვინც თქვენ გონიათ.
ვინ ჩაკეტა თუ რამ თქვენი ენერგია უფრო მეტი წარმატებული იყო. უპირველესად ნახეთ ეს მამაკაცი კი ფიქსირდება აქ, მაგრამ ამას რაღაც ძალა თითქოს არ აქვს. უკვე ყოველ შემთხვევაში აღარ აქვს, მაგრამ აქ რიტუალურად ან რაღაც როგორ არის, იცით? ნამოქმედარი აქ თითქოს, არ ვიცი რა გააკეთა. თითქოს რიტუალიცა თუ დაწერა თუ დაწერა ვიღაცამ ნახეთ როგორი რაღაც მოდის აქ ინფორმაცია ნუსხებს ადგენენ ხო წერილობით ზოგადად რაღაცა თქვენი სახელი რაღაცაში ჩაწერა ამას ძალა არ აქვს უკვე მიდის მაგრამ აქ ესეთი რაღაც წერილობის ფორმით რო კეთდება აი ესეთი რაღაცა აქვს ამას გაკეთებული ამკაც ხო ანუ ეს უფრო გადადის უკვე დამი კონკრეტი ხო მუსლიმანურ მაგიაში მუსლიმანური რაც შეეხება დანარჩენი უკვე მაგრამ აქ ისიც არის ნების დათრგუნვა ეხლა მე თქვენ ნახეთ თქვენთანაც არის პრობლემა ვიწყებ თითქოს თქვენზე საუბარს მაგრამ გადავდივარ აი აქ ამ თემისკენ ნახეთ თქვენთან უკვე წამოვიდა როგორი რაღაც იცი მოწყენა სევდა თითქოს ვერ ამჩნევ რაღაცა წარმატებებს თითქოს რაღაც არა და ყველაფერი აქ თქვენთან არის მაგრამ არ შეგიძლიათ თითქოს ეს არის ნების დაქვეითება ანუ აქ არის მე პირდაპირ ვისთვისაც რეზონინდა ხალხნო შეიძლება რამდენიმე ადამიანი იყოს ხო ვისთვისაც არ რეზონინდა სხვანაირად აგიხსნით ამას ორ ვარიანტში გაგიშიფრავთ აქ რაღაცებს. ეს არის მამაკაცი, რომელმაც გააკეთა ნების დათრგუნვა პირდაპირ და თქვენ შემდეგ უკვე გადახვედით. თქვენში არ არის პრობლემა. ეს იმიტომ ხართ, აი ქაოსში, შეჩერებული ფიქრის რეჟიმში, რაღაც შესაძლებელია ვერ ხედავდეთ შანსებს, რომლებიც გააქვთ, ცხოვრება გაძლევთ, გააქვთ თქვენ აქ, მაგრამ აქ არის ეს არის ნების დათრგუნვა. ანუ თქვენ არ აკეთებთ სინამდვილეში იმას რაც თქვენ შესაძლებლობები გაქვთ ან ვერ აკეთებთ ძირითადად ხართ ან დეპრესიულად ან რაღაც აი როგორ არის იცი რატო ხარ მოწყენილი მოდი ამ ვიდეოს შემდეგ გააკეთეთ ანალიზი რა გინდოდა და რას ვერ მიაღწია ვისაც რამე არ გინდოდათ იმათთვის არ არის ეს გაშლა მე ვფიქრობ რომ თქვენ აქ რაც გინდოდათ მიაღწიეთ ყველაფერს აწიც უფრო მეტი გეძლევათ მაგრამ აქ არის შეგაჩერეს მოდი ესე ვთქვათ ან უნდათ რომ შეგაჩეროთ ძალა არა აქ ამას ეს ძალიან ესე წკაპით შეგიძლიათ მოაგვაროთ ეს პრობლემა თქვენ აი ესეთი წკაპით ხო ვიღაცამ შეიძლება პატარა წმენდა ან რაღაცა ხო ვისთან რა არის გააკეთოთ ან უბრალოდ უკვე შეიძლება ძალაც გადის ის მომენტი არის ხო არ არის რაღაც დიდ დროში სივრცეში არ მიფიქსირდება მე აქ გეტყოდი თქვენ ეს მომენტი გაქვთ შესაძლებელი აქ თქვენ ვერ აკეთებთ თქვენს დაპირებებს გადასახადებს ვერ იხდით აი აქ ძალიან ცუდი არის რა როდესაც გადასახადს ვერ იხდით შეპირებებს თუნდაც ეს შეპირებებში გულისხმობ მე გადასახადებს ზოგადად რომ იცოდეთ ხო და ვერ აკეთებთ აი ეს არის ძალიან ცუდი იმიტომ რომ აი გიყურებთ სამყარო გაცლის და მე უკვე ეს ყველაფერი რა თქმა უნდა ცუდად შემოbrunდება ხო ამიტომ მოდი ასე გააკეთეთ აღარ გადადოთ და გაიხსენეთ როგორ მიაღწიეთ თქვენ სინამდვილეში წარმატებას
გაიხსენეთ როგორ მოაგვარეთ რაღაცა დავუშვათ საკითხი. თქვენ არა და კონკურენტუნარიანი ხართ. თქვენ შეგიძლიათ, ნახეთ, სხვებს გაუწიოთ კონკურენცია. არ არის გამორიცხული, შეიძლება იმასაც ვფიქრობდეთ, რომ ნახე, მე რა ერთხელ იყო ესეთი მომენტი, ადამიანს უნდა რაღაც საქმე წამოეწყო და რაც უთხარი ყველაფერზე დაიწყო, შენო გაგიჟდიო ესო, კაცო, იმდენი მაღაზიაო, მაგისო, მაღაზია უნდა გაიხსნა. ამის იმდენი მაღაზია, იმის იმდენი მაღაზია, იმის იმდენი რა უნდა ქნა მეთქი. ვერაფერ ვეღარ მოვიფიქრე მეტი. ხო და მაგას ვფიქრობ მეცო. და იცით რა არის? ეს არის ძალიან არასწორი მიდგომა. კი ბატონო, ძალიან ბევრი არის, ფეხსაცმლის მაღაზია, ჩანთების მაღაზია, კოსმეტიკის თუნდაც ვის რა ვიცი, კაბების, მაგრამ თქვენი თქვენთან მოვა. ნახეთ, ну დღეს ახლა ამ თემას ცოტა ძალიან რთულია, როდესაც უკვე ონლაინ გაყიდვები შემოვიდა, მაგრამ მე მაინც გეუბნებით, რომ აქ ახლა ეს მაგალითისთვის მოვიყვანთ, აქ მანდა მაინც მაღაზიაზე არ არის კაცო საუბარი. არ აქვს მნიშვნელობა რა საქმეში და რა საკითხში ხართ. თქვენ თქვენი წარმატება წინ გელოდება. თქვენ შეგიძლიათ იყოთ მაინც კონკურენტუნარიანი. არის რომ ადამიანს არ შეუძლია, ხო? და გინდ გააკეთე, გინდ არა. ესეთი რაღაც არის დაუშვათ და არ არის ახლა შენ. აქ მეგობრებო, რომ თქვენ ეს შეგიძლიათ. ეს აუცილებლად უნდა გააკეთოთ. მე ასე გეტყოდით დღესვე, როდესაც მოისმენთ, აი იმ დღესვე, მეორე დღეს არ გადადოთ. ეგრევე დაიწყეთ. თქვენ გეძლევათ შანსი და შეგიძლიათ ეს შანსები გამოიყენოთ. აქ იცით რამდენი არჩევანი და რამდენი ესა გაქვთ შესაძლებლობა ირგული სინამდვილეში, მაგრამ ეს შესაძლებლობა აი ჩაკეტა ამ ადამიანმა თითქოს. ეს უეჭველი ვიღაციდან მოდის. აქ დათრგუნული არის, აი ზუსტად, აი ეს არის, ნახეთ, მესიჯი უკვე სამყაროდან, მოდი ასე ვთქვათ, შეტყობინება, მესიჯი არ მიყვარს სიტყვა, მაგრამ ესე გამოვიდა. შეტყობინება ზუსტად სამყაროდან, რომ თქვენ უნდა განთავისუფლდეთ ამ რაღაც არასწორი, არაჯანსაღი მიდგომიდან. რა თქმა უნდა, როდესაც ასე არის, ხო ფიქრში ატარებთ ან ვაი დედა რაღა უქნას ძახილში ატარებთ იმას დროს. განთავისუფლდეთ ზუსტად ამ ტოქსიკური აზროვნებიდან, მიჯაჭვულობიდან, ნახეთ, ხო, აი ზუსტად ეს არის, რაღაც აკვიატებული თუნდაც აზრიდან. მე პირდაპირ გეუბნები, თქვენ როგორც კი ამ ყველაფერს მოაგვარებთ და განთავისუფლდებით, ეს ადამიანი ეგრევე დაგეკონტაქტებათ. არ აქვს მნიშვნელობა თქვენით განთავისუფლდებით, ეს ვიდეო მოახდენს თქვენზე დაუშვათ იმხელა გავლენას თუ დაუშვათ წმენდას გააკეთებთ. თქვენ გეძლევათ, პირდაპირ გეძლევათ, აქ სამუშაო, რომელიც აუცილებლად უნდა მოაგვაროთ ამას, ეგრევე, იცით რა არის ამ ადამიანის პრობლემა, არ ვიცი, მე შეიძლება აფეთქდეს ეს რაღაცა. ან რაღაც ისეთი რამე მოხდეს, ერთ ვიდეოში თუ გიგონია გიდი აფეთქება, ხო? რაღაც ემართება. და ეს ადამიანი როგორ არის, იცით? აი ზუსტად მაგ დროს გამოჩნდება. ამიტომ შეეცადეთ, რომ აი თქვენი ინტერესები უკვე თქვენ რომ წამოდგომას იწყებთ ფეხზე, ხო? ეს ენერგია აღარ გამოგაცალოთ. არ მისცეთ უფლება. აი მე არ გაცლევ შენ ამის უფლებას. ახლა მე წინა ვიდეო გექნებათ მოსმენილი. რას ლაპარაკობ? ამ ხალხს რო უფლება მივცე? რა ისინი არიან სულელები უბრალოდ აი მართლა მეცინება. ხო, ჩემ დარვაზე მოიქცევა ადამიანი. მაგრამ ეს, ახლა თავზე ხელაღებულებზე აღარ ვლაპარაკობ. ეს არის ზუსტად, ან არის ძალიან შტერი ადამიანი, ან არის თავზე ხელაღებული, ორი ვარიანტი გვაქვს. აი აქ ამ ადამიანს თქვენ არ მისცეთ მაგის უფლება. არ გაძლევ, всё, არ გაძლევ, იცით რა არის? ცოტა მეტი კაცრიც უნდა იყოთ და ყურებთ მე დავუშვათ ესე აღვიზარდე მე ესე მესმინს ვაიმე ახლა ვერ ვიზამ ვაიმე რაფრის გეშინიეთ ხალხნო
აი მე პირდაპირ ქალბატონებს მოგმართავთ, მაგრამ ეს იმას კი არ ნიშნავს, ნუ გეშინიას როცა გეუბნებით და ესე გაგულიანებთ, მე ჯადოები უკეთოთ ვიღაცას და თან მე მიკეთოთ. ჩემთან შეგეშინდეთ კი. მე გეუბნებით თქვენ საქმეში რაც არის, არა. აქ ჯადოზე არ მაქვს მოლაპარაკი და ესეთ დაბალ ვიბრაციულ მომენტებზე, ხო, სად მიდიხართ უკვე თქვენი, ვინც ასე იქცევით. აი აქ თქვენ საქმეზე მაქვს მე საუბარი, რომელიც აუცილებლად თქვენ მოგწონთ ეგ საქმე, აკეთეთ ის რაც მოგწონთ და ნახავთ რამხელა წარმატებაში აღდგინება ხდება თქვენი წარმატება, სტაბილურობა, მაგრამ მუშაობაც მოგიწევს თქვენი სურვილების ასრულება. ეს არის ეს არის 100%-იანი წარმატება. მე ასე გეტყოდით, ხო? ძალიან დიდი ფინანსები ჩემოდის. მე ასე გეტყოდით ასევე, რომ შესაძლებელია რაღაცის შეძენა, ან თუ შეიძინეთ ვალი დაიდევით, ამ ყველაფერს გაისტუმრებთ და მოაგვარებთ. უბრალოდ ეს წარსულიდან ადამიანი, რომელიც ტოქსიკურია და რომელთანაც ურთიერთობა დასრულდა, არ დააბრუნოთ თქვენს ცხოვრებაში. თუ დაბრუნდება, არ მისცეთ იმის საშუალება, რომ თქვენს ენერგიაზე რაღაცა გავლენა მოახდინოს, იმიტომ რომ ისევ გამოდის, რომ ვერც გააცნობიერებთ, ისე შეაჩერებს ეს ადამიანი თქვენს ენერგიას. სხვა მხრივ, მე აქ გეტყოდით, რომ ძალიან დიდი წარმატება შემოდის. აი, მივყევი მთლიანად მთელ დასტას და გეუბნებით, ეს არის თქვენთვის განკუთვნილი. ეს არის ვიღაც გარე ნახე, ეს გარე, ვაფშე სხვა არა, კაცო და ვერ გავიგე ახლა. ესე გარეთ რო გახვალთ, ძალიან ბევრი ადამიანი შეგხვდებათ და გზაში და ყველას მიცემთ, მოდი ასე რომ თქვა, მუჯლუგუნი რო კრათ მაგის უფლებას და საშუალებას, ესე უნდა ჩათვალოთ უკვე ადამიანს, რომელსაც უშვებთ და ყოფილის მით უმეტეს სახელი ერქმევა, ან რაღაც არ აქვს მნიშვნელობა, მეგობარია, მეუღლეა თუ ვიღაცა არის, всё, დასრულდა. მე იმას თქვენ იცით, რომ არ იყო ეს ადამიანი თქვენში სიკეთის მომტანი, ხო? არ იყო. მე არ ვსაუბრობ იმ ხალხზე, ვინც მოდი სიკეთეს და ფოროტებას ერთმანეთიდან ვერ არჩევენ. მოდი ესეც განვსაზღვროთ. ხო? არის ხალხი, რომ რა ქვია, გინ წინ უქენი, გინ უკან უქენი, მაინც ვერ ხვდება. ესეთ ხალხზე კიდე მით უმეტეს და ვერ გაფასებენ, ხო? ანუ მე იმას არ გულისხმობ, რომ ახლა ეს ადამიანი თქვენ თავზე გადაგყვათ ან რაღაცა და თქვენ ვერ დაუფასეთ. არა, ამან პირდაპირ თქვენ ზიანი მოგიტანათ. და ძალიან კარგად ხვდებით, ვინც არის. აი აქ პირდაპირ გეუბნებით, აი მაღალი ძალები, თქვენი ეგრეგორი, ღმერთი, აი პირდაპირ შეისმენს ამ ყველაფერს, მთლიან ნაყოფიერებაში გადადიხარ, თქვენი ინტერესები დაკმაყოფილებული არის. გაუშვით ის წარსული, ის გულისწყენა, ეს ყველაფერი, იმიტომ რომ ეს უკვე მარტო წარსული არ არის, ეს არის მოდი ასე ვთქვათ, ერთგვარი უკვე გაკვეთილი იყო, რომელიც უნდა გაუშვათ. აქ პირდაპირ გეუბნებით, თქვენ ხართ უძლიერესი ქალბატონი, მთელი სამყარო თქვენს გვერდით არის, ძალიან ძლიერი ხართ. თქვენ შეგიძლიათ პირდაპირ საკუთარი თავი გაალამაზოთ, მარტო სხვები კი არა, საკუთარი თავი თქვენ თვითონ შექმნათ. აი გამოდით, მოდი ასე ვთქვათ, აი ამ კრიზისიდან. აქ არის ერთი დავუშვათ კარები ისევ დარჩენილი, რომელიც მოგიტანთ წარმატებაში, ბრძოლეთ ხალხო. ნახეთ როგორ არის. კიდევ გეუბნებით, ბრძოლა ჯადოებით არ ხდება, ბრძოლა ხდება პირიქით, ნათელი ენერგიების მოპოვებით. როდესაც თქვენ ვიღაცას აზიანებთ და ეს ძალიან თუ გაინტერესებთ, დაზიანებით, წარმატებულები ვერ გახდებით. მაგრამ ნათელი ენერგიების მოპოვებით, ან ცოტა მაღალ ვიბრაციულ საკუთარ თავზე მუშაობით, იმ რაღაცა, ავიცი, გადავარდით ტალახში თავით, გასუფთავებით, ხო? რა თქმა უნდა, ჯადოს გულისხმობ ამ შემთხვევაში ტალახში. როგორ არის? ყველაფერი მოგვარდება. ვერავინ ვერ დაგადებთ, თუ პროფესიონალთან მიხვალთ, თქვენ ისეთ
მაგიურ შელუცვებს, რომელიც არ განეიტრალდება, მაინც განეიტრალდება. კი, არის ისეთი ვარიანტი, რომ ბრუნდება და შესაძლებელია რაღაც ციკლურად, მაგრამ ესეც ნეიტრალდება. მე ყოველ შემთხვევაში მივაგენი მაგ ტექნიკას უკვე. უბრალოდ სჭირდება მუშაობა. კარგი, ნახოთ საბოლოო ჯამში. ძალიანაც კარგი, ძალიან დიდი წარმატება. კი, თქვენ რაც გინდათ, აი ეს ყველაფერი მოგვარდება და თქვენ გადახვალთ ზუსტად აი ამაგ წარმატებულ, ძალიან სწრაფად სხვათა შორის, აქ ისეთი სწრაფი მოძრაობა იქნება, შეიძლება ვერც აი ხლა ამ წუთში ვერც წარმოვიდგეთ, აი რაღაცა ხვალიდან ზეგიდან, აი უცებ, სწრაფად შეიძლება ყველაფერი. სწრაფად მოგვარდება. სწრაფად გადახვალთ უკვე სხვა პოზიციაზე, უბრალოდ კიდევ შეეცადეთ რომ მოისმინოთ და გაიაზროთ და ვინც ვერ გებულობთ, კაცო, ნერვებს ნუიშლით, დროს ნუხარჯავთ და ნურც ესეთ ხალხი კომენტარებთ, კაცო. ვერ გაიგე ადამიანო, ისო გაშლას ველოდი ქალბატონო ნინო და გაშლა იყო და ისტორიაც იყო და მაგალითებიც იყო და ვერ გაიგე, არ მოგისმენია. ან ვერ გაიგე. და წადი ჭიჭიკო ბიჭიკოს მოусმინე ადამიანი დამანებეთ დავი. ვახ. ესეთერმა. დაგემშვიდობებით, სულ ეს იყო.